პირველი რაუნდის დაწყებისთანავე იანგარიმ წონასწორობა წინა ფეხზე გადაიტანა. მახაჩევმა მომენტალურად ამოიცნო ეს მომენტი და ფეხში შევიდა. მოწინააღმდეგე ჯერ ტეიქდაუნზე გადაიყვანა და შემდეგ გისოსებთან მიიმწყლია. საბოლოო ჯამში კი პირველ რაუნდში ოპონენტი დაახლოებით 4 წუთი გააკონტროლა და რაუნდი ზედმეტი რისკის გარეშე მოიგო. მეორე რაუნდის დასაწყისში გარიმ იპოვა საკუთარი დისტანცია. ჯებით ისლამს დარტყმები მიაყენა, ხოლო თავად ისლამის კონტრშეტევას დაწყებისთანავე ხედავდა და გასვლას ასწრებდა. თუმცა ისლამმა გარის ერთ-ერთ შეტევისას აქცენტი არა კონტრდარტყმაზე, არამედ მოწინააღმდეგის დაჭერაზე გააკეთა. გარის კისერი კლინჩში დაიჭირა. რა დროსაც ოპონენტის კორპუსი დაუცველი იყო და ტანში მუხლი დაარტყა. შემდეგ კი ზურგით გისოსებისკენ დაიწყო მოძრაობა, რათა მისთვის იდეალური პოზიცია ეპოვა და კვლავ გაეკონტროლებინა მაჩადო გარი. კორპუსში მუხლის დარტყმებით კი მოწინააღმდეგის ბალანს არ ღვევდა და არ აძლევდა საშუალებას კლინჩიდან თავი დაეხსნა. საბოლოოდ კი გარიმ დიდი შეცდომა დაუშვა. კლინჩიდან გამოსვლისას მისი დაცვა სრულიად მოშლილი იყო. მახაჩევი ურტყამს ოვერჰენდს. გარი აგრძელებს უკან გასვლას და ხელებს ზემოთ აწევის მაგივრად წინ წევს და თავი სრულიად დაუცველია. ამ დროს კი ისლამი უკვე შეტევის დამასრულებელ ფაზაშია და გარის ჰაიკიკს ურტყამს. ამ მომენტის ბედი მაინც დისტანციამ გადაწყვიტა. მართალია გარიმ ვერ მოასწრო უსაფრთხო დისტანციაზე გასვლა, თუმცა დარტყმის რადიუსი და ენერგია მნიშვნელოვნად შემცირდა. თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ისლამმა ოპონენტის დაზიანება მხოლოდ ფეხის თითებით მოახერხა. რეალურად კი რამდენიმე სანტიმეტრით წინ ყოფნას შესაძლოა ბრძოლა მთლიანად დაესრულებინა. ამასთანავე ჩანს, რომ გარი ისლამის ფეხის დარტყმას ვერ ხედავდა, რაც ვფიქრობ ისლამის ცაცია პოზიციითაა გამოწვეული. ორთოდოქსი მებრძოლებისთვის ხშირად ცაცია მებრძოლები მოუხერხებელი ოპონენტები არიან. იგივე სიუჟეტი ვნახეთ მახაჩევისა და ვოლკანოვსკის დაპირისპირებაშიც, სადაც ვოლკს ჰაიკიკი გამოეპარა და ნოკაუტის ფასად დაუჯდა. ამ ეპიზოდის შემდეგ ისლამმა კვლავ იპოვა კონტაქტი. გარი კვლავ ტეიქდაუნზე გადაჰყავს. მთელი დარჩენილი რაუნდი აკონტროლებს. ამით საბოლოო წერტილს ვამს და რაუნდს დიდი უპირატესობით ამთავრებს. მესამე რაუნდის წინ აშკარა იყო, რომ პირველი ორი რაუნდი მახაჩევის გამარჯვებით დასრულდა. მესამე რაუნდი იანგარისთვის გარდამტეხი უნდა ყოფილიყო. არ უნდა მიეცა ისლამისთვის კონტროლისა და ტეიქდაუნის საშუალება, რაც შეიძლება მეტი ემოძრავა. შეტევის შემდეგ კუთხით გასულიყო. თუმცა გარის წინსვლა დააკლდა და უფრო მეტად ისლამის მოძრაობაზე რეაგირებდა. რაუნდის დიდი ნაწილი კი უბრალოდ ცენტრში იდგა. თუმცა დაიწყო ქიქების გამოყენება. ობლიკ ქიქის მეშვეობით გარი ინარჩუნებდა დისტანციას. ამასთანავე მუდმივად ამუშავებდა ჯებს, არა მხოლოდ დარტყმისთვის, არამედ მოწინააღმდეგის პრესინგისა და დისტანციის კონტროლისთვის. მაგრამ აქ ერთი პრობლემა იყო. გარის ჯების მოძრაობის ტრაექტორია მაღალი იყო, რაც მახაჩევის ტეიქდაუნზე შესვლის ფანჯარას უტოვებდა. გარი მახაჩევს ჯებს უმიზნებს, თუმცა მიზანს ვერ ახვედრებს, რა დროსაც მთელი სხეული წინ იხრება და ტეიქდაუნისგან დაუცველი ხდება. დააკვირდით მახაჩევის grounded pound-სა და პოზიციურ კონტროლს. ფეხის ჩაკეტვით ის უკლავს იანს ბაზას. ამ დროს ზედატანით ქმნის მუდმივ პრესინგს გარის ნეკნებსა და კისერზე, რაც მეტოქეს ართმევს სივრცეს და არ აძლევს გაქცევის საშუალებას. მეოთხე რაუნდის დარჩენილი დროც კონტროლში გაήλია. მახაჩევის მკაფიო მიზანი იყო გაემარჯვებინა ნებისმიერ ფასად, ხოლო ოპონენტის გაკონტროლება ყველაზე უსაფრთხო და წარმატების მომტანი გზა იყო. გარის გაშლილი დგომი და დისტანცია მის შეტევას დაწყებისთანავე წაკითხვაც ხდიდა. ისლამი კი უსაფრთხო დისტანციაზე გასვლას ასწრებდა. ამან გარის შეტევებს ეფექტიანობა დააკარგინა. ამ ბრძოლაში ისლამ მახაჩევმა 15 მცდელობიდან 7 ტეიქდაუნი შეასრულა. ამას დამატებული 12 წუთზე მეტი კონტროლის დრო. საპირისპიროდ გარის მხოლოდ 20 წამი ჰქონდა კონტროლის დრო. ეს სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბრძოლა ისლამ მახაჩევისთვის სასურველად წარიმართა. მან არ მიცა ოპონენტს საკუთარი ტემპისა და ბრძოლის პოვნის საშუალება და მართალია პრიმიტიულად და მოსაწყენად, თუმცა გაიმარჯვა. თანაც თანამედროვე MMA-ში შევეჩვიეთ, რომ მებრძოლები შედარებით ნაკლებს რისკავენ. მით უმეტეს, როდესაც ბრძოლა ქამარზეა. თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი. ჩვენ კი შემდეგ ეპიზოდში კრივის განხილვით შევხვდებით. და მართლა, შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ, ვისი ბრძოლის განხილვას ისურვებდით. დიდი მადლობა.